გამარჯობა, დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა არის კოვზი. ესეთი საინტერესო თემა, უნდა ავაწყოთ კოვზი მაიაში. ეხლა წინა ლექციიდან გახსოვთ, როდესაც ვაწყობდით აი ამ ჭიქას, ხო? გქონდა მხოლოდ ერთი სურათი, რადგან ჭიქა საიდანაც არ უნდა შეხედო ერთ და იგივე ფორმა, ზემოდან ვიცით რომ გვალი, ასე რომ ერთი ფოტოთით შეგვიძლია ავაწყოთ პრინციპში ჭიქა, მაგრამ აი ესეთი მოდელი, როგორიც არის თქვათ ეს კოვზი, ანუ როდესაც ფორმები იცვლება ერთმანეთში გადის, ვიწროვდება, ფართოვდება, ხო, ამისთვის აუცილებელია რომ ყველა რაკურსიდან მივადევნოთ თვალი თუ როგორ იცვლება ცვლებიან ეს ფორმები და შესაბამისად დავამოდელინგოთ, ხო? აქედან გამომდინარე მჭირდება რამოდენიმე ხედი, ხო? კარგია თუ მაქვს 3 ხედი. ეს არის Z ხედი, გვერდ ხედი, წინ ხედი, ხო? და ეს სურათები უნდა ყველანი შევყვარო მაიაში და დავიწყო მოდელინგი. მოდი ვნახოთ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. პირველ რიგში სანამ გავაკეთებ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეიძლებათ გადაიღოთ ნებისმიერი რაღაცა ობიექტი სახლში, თქვათ მობილური ნაუშნიკი, არ ვიცი რაც გინდათ. წინ ხედი, გვერდ ხედი, Z ხედი და მერე შემდეგ შემოიტანოთ მაიაში და დაამოდელინგოთ ის, ოღონდ მანამდე საჭიროა ერთი პროცედურა, რომელიც ტუტორიც დაიდება ოღონდ ცოტა მოგვიანებით, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ეს სურათები Photoshop-ში, იმისთვის რომ შემოვიტანოთ მაიაში და დავამოდელინგოთ ობიექტი. ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ეს სურათები, ხო, ანუ ამ სურათზე გამოსახული ეს ობიექტები ზომაში ერთნაირი იყოს. ანუ აი ეს სიგრძე უნდა ემთხვეოდეს აი ამ სიგრძეს, ხო? ანუ ეს გამოწვეულია იქიდან, რომ როდესაც სურათს უღებ ობიექტს შეიძლება ცოტა ახლოდან გადაიღო Z ხედი ამ ობიექტის და ცოტა შორიდან გადაიღო გვერდ ხედი ამ ობიექტის. აქედან გამომდინარე სურათზე მათი ზომები არ იქნება ერთმანეთის ტოლი, ასე რომ Photoshop-ში უნდა გასორდეს ეს ყველაფერი, გაცენტრდეს და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ კოვზზე ეს ყველაფერი უკვე ჩატარებულია, ასე რომ შეგვიძლია ამათ დავიწყოთ. გადავედი მაიაში და გვაქვს 3 ხედი, აქედან გამომდინარე გვჭირდება 3 ხედი, ხო? როგორ ვაკეთებთ? ვაჭერთ space, გადავდივართ ამ ხედებზე და შემოვყაროთ image plane-ები, რომელიც უკვე ვიცით როგორ ხდება, ეს გავაკეთეთ ჩვენ ჭიქაზე. ანუ ვაჭერთ აი ამ მეოთხე ღილაკს, ბოლოდან მეოთხე ღილაკს, ეს არის image plane-ი, ანუ შევქმნათ image plane-ი კამერაზე, ან შევდივართ view-ში და აქ არის image plane import image-ი და აქედან დავაიმპორტებთ, ანუ ერთ და იგივეა ეს ყველაფერი. კარგი, ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ სანამ შემოვიტანთ, ხო? შეიძლება არაფერი არ მოხდეს, მაგრამ მაინც რეკომენდირებულია, რომ აი ესე არ მივაზუმოთ ან მოვშორდეთ ამას, ხო? რაღაცა, ანუ არ შევცვალოთ ამის ხედები, იმიტომ რომ შეიძლება გამოიწვიოს ამან ის, რომ მე რო შემოვიტან აქ image plane-ებს, ისინი ზომაში აცნენ, თქვათ. აი აქ უფრო დიდი კოვზი გამომივიდეს, აქ უფრო პატარა და ხდება ხოლმე, მაგრამ ყოველთვის არა, დავიზღვიოთ თავი და ესეთ რაღაცას მოვერიდოთ. ახალ დოკუმენტს გავაკეთებ, არ მინდა ამის დამახსოვრება, გადავდივარ space-ზე და შემოვყაროთ უცებ. ანუ ეს არის ჩემი top-ი, ხო? ანუ Z ხედი, სახელები აწერია ამას, შემოვაქვს top. ეს არის ჩემი front-ი, ვაჭერ მე ისევ ამ ღილაკს, შემოვაქვს front-ი, ვაჭერ შემდეგ ისევ ამ ღილაკს უკვე აქ, ხო? და შემოვაქვს ეს ვინ არის side-ია, side. კაი, ანუ აი პერსპექტივაში ვხედავთ, რომ შემოვიდა ჩვენი სურათები და 3-ვე image-ის plane-ი ჩანს viewport-ში. რამაც შეიძლება ცოტა შემიშალოს ხელი მუშაობის დროს. ამას ცოტა ხანში დავუბრუნდებით. ანუ ეხლა უკვე რადგან მაქვს 3-ვე image plane-ი შემოტანილი, შემიძლია თქვათ შევამოწმო როგორ ზის ეს სურათები ერთმანეთის მიმართებაში. ანუ შევქმნი ნებისმიერ box, ეს უბრალოდ ვქმნი box. არ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა რა იქნება ზომაში. იმიტომ რომ ნახეთ, როდესაც ავიღებ ხა move tools და თქვათ მივიტან კოვზის წვეროსთან, ხო? აი აქ მივიტან სიტყვაზე. ესე კუთხით დავამტყო. მაშინ უნდა ვნახო რომ სიგრძეში რეალურად კი ემთხვევა, ნახეთ, ანუ ზუსტად წვეროსთან არის, უბრალოდ ეს უნდა ჩამოვწიო ეხლა თქვა ქვემოთ, ხო, ესე. და ანუ უყურებ რომ აქაც კარგად ზის, აქაც ზის და აქაც ზის, ანუ Photoshop-ში ყველაფერი კარგად და სწორად გაგვიკეთებია და აქ კორექტირება არ ჭირდება. თქვათ თუ დაჭირდა კორექტირება და რაღაც პატარა არის ან ცოტა აცდა ან რაღაცა მოხდა, ხო? მაშინ ყოველთვის შეგიძლიათ გაასწოროთ ეს image plane-ები მხოლოდ იმითი რომ მონიშნოთ და თქვათ გაწიოთ წინ
ხო, ან უკან გაწიოთ, გააჩნია როგორ აცდა. ან თუ პატარა არის, ხო, აიღოთ scale და გაზარდოთ, ან დააპატარავოთ. მაგრამ აი ამას გირჩევთ, რომ ავწდეთ, ისევ ესე იგი ჩათვლისთვის დროს რაღაც პრობლემა იყო და უბრალოდ ახალი დოკუმენტი გააკეთეთ და კიდევ ერთხელ წადეთ, იმიტომ რომ თავიდან ავირიდოთ ეს image plane-ების ესეთი დონეზე გასწორება, ხო? კარგი. ეხლა რაც შეეხება ამ სამივე ხედს, რომელიც ჩანს პერსპექტივაში და ნერვებს გვიშლის, ხო, იმიტომ რომ აქ ვერ გაიგებ რა ხდება, როგორ ხდება, ასე რომ მოდი გავაკეთოთ ესეთი რამე. მე მინდა რომ ეს სურათები, ხო, ჩანდეს, image plane-ები ჩანდეს მხოლოდ აი ამ ხედებში და არა პერსპექტივაში. ანუ იდეაში ეს Z ხედია, მაქვს მიმული top, ხო, რადგან აწერია, ესე იგი Z ხედ კამერაზე მაქვს მიმული ეს image plane-ი, ხო? ანუ რადგან მაქვს აქ 4 კამერა, 1 2 3 4, ხო? Z ხედის კამერა, წინ ხედის კამერა, გვერდ ხედის კამერა, პერსპექტივის კამერა. მე შემიძლია მივუთითო, რომ ეს image plane-ი გამოჩნდეს მხოლოდ იმ კამერიდან, რომელ კამერაზეც არის ის მიმული. მაგალითად, top-ზე თუ მაქვს ეს image plane-ი მიმული, მე შემიძლია მოვნიშნო ეს image plane-ი, დაიმახსოვრეთ, image plane-ს ვერ მონიშნავთ აი ესე დაგჭერებით, უნდა მიხვიდეთ და დააჭიროთ აი ამ edge ზღვარს აი ეს ერთხელ, ესე, ან აიღოთ ლაზო, მოიმარჯვოთ ესე და ესე მონიშნოთ, ხო? ან დროს atribute editor-ში თუ არ გაქვთ ჩართული atribute editor-ი, ჩართეთ, ეს არის მესამე ღილაკი აქ, ხო? დავაჭირე. atribute editor-ში უყურებთ, რომ image plane shape-ზე ვართ, ასევე სურათით უკვე მიხვდებით, რომ სწორე ნოთზე ვდგევართ, ანუ აი აქ არ უნდა ვიტკეთ, ხო, ეს პოზიციას განაგებს. ეს ნოდი image plane-ზე გვაქვს ესეთი ოპცია looking through camera და in all views. ანუ ვინც ინგლისურში ვერ ყვევით, ეს ნიშნავს, ხო? ანუ in all views ნიშნავს, რომ ყველა ხედში გამოჩნდეს ეს image plane, რომელიც მონიშნული მაქვს ეხლა, ხო? ან გადავთო looking through camera და მე მივთითო მხოლოდ რომელი კამერიდან ჩანდეს ეს. ანუ თუ გადავთვალ looking through camera, ეს ავტომატურად დგას top-ზე, იმიტომ რომ რეალურად top-ის image plane-ი მაქვს მონიშნული და ნიშნავს, რომ მხოლოდ რა ქვია, როდესაც top-ის კამერიდან ვიყურები, ჩანს მხოლოდ მაშინ ეს image plane-ი, ხო? ხედავთ პერსპექტივაში ერთ-ერთი უკვე გაქრა. დანარჩენებზეც იგივე უნდა გავაკეთოთ. იგივეს გავაკეთებ front-ზე, მოვნიშნავ ახლა front-ს. ხო, ჩაიტვირთა front-ის image plane-ის მონაცემები, გადავთავ look through, აი გაქრა აქაც. და ასევე გავაკეთებ იგივეს აქ, ხო, მოვნიშნავ ამას და გადავალ ისე look through camera. ანუ ყველასთვის იგივე გავიმეორე და პერსპექტივაში არაფერი აღარ ჩანს და შემიძლია უკვე თავად დავიწყო მოდელინგი. კარგი, საიდან დავიწყოთ ახლა ეს მოდელინგი? რეალურად მოდი ცოტა გავიმარტივოთ საქმე, ძალიან დეტალებში არ გავყვეთ ამას, ხო? და გავაკეთოთ ესეთი რამ. ავიღოთ ბოქსი, რაღაცა ბოქსი, რომელსაც დავამთხევთ აი ამ კოუზის თავი დავარქვათ, ხო? კოუზის თავს თუ პირს თუ არ ვიცი. და დავიწყოთ ამ ბოქსიდან მოდელინგი, ანუ დავყოთ მე სექციებად და მოვარგოთ ამ ფორმას, ხო? კარგი, როგორ გავაკეთოთ ეს? პირველ რიგში უნდა შევქმნათ ბოქსი, ხო? აი გავაკეთე ბოქსი. ესეთი. ავწიე. ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩათვალეთ, რომ ეხლა ვაკეთებთ როგორც ქარხანაში აკეთებენ სიტყვაზე. ანუ ვიღებთ რაღაცა ფირფიტას, რკინის ფირფიტას, გადავალ shading mode-ზე, აი აქ ესე. და ამ ფირფიტისგან უნდა, ესე ვთქვათ, გამოვძერწო ეს რკინის კოუზი, ხო? ანუ აი ეს სისქე იქნება ჩემი კოუზის სისქე აქედან გამომდინარე. ანუ რა სისქესაც დავაყენებ აი აქ, ხო? იმიტომ რომ ამას რო ჩავზნიქავ, დავყოფ, გამოვყოფ, ხო ეს სისქე ხო შენ არ ჩუნდება, ასე რომ ვიაქციეთ ყურადღება, რომ არ გამოგვივიდეს გოლიათების კოუზი, ხო, რაღაც ძალიან სქელია, აქედან არ დავიწყოთ. ანუ აუცილებლად ესე დავათხელოთ სადღაც ესე, ну, რა ვიცი, სიგოს ესე. ჯერჯერობით. კაი. დავიწყეთ აქედან და ვაგრძელებთ. ეხლა ავიღოთ და ეს ბოქსი დავამთხივოთ ამ კოუზის პირს, ხო? გადავალ move tool-ზე, ხო, გადაადგილებაზე. მოვიყვან აი აქ, ხო? და სადღაც აი ესე დავაყენებ. შევცვლი ზომებს. ავიღებ move tool-ს ისე ჩანაწერა. პრინციპში აქედან უკვე ფორმა, ну, სად უნდა გავჩერდეთ? მე ვარაუდობ, რომ მე აქედან ექსტრუდებით წავალ ზემოთ, ხო? ანუ ამებს
შევავიწროვებთ, მოვიყვანთ აქ, აქედან შეგვიძლია უკვე გავყვეთ ექსტრუდებით, ასე რომ პრინციპში ფორმა, ჩაზნექილი ფორმა, სადღაც აი აქ უკვე თავდება, ასე რომ სადღაც მოვიდეთ აი ამ ადგილას, ხო? აი თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩემ მაუსზე მიადევნოთ თვალი, თუ რა ღილაკს ვაჭერ, იწერება აქ, ხედავთ Alt, Control, მაგალითად scale როდესაც ვიღებ, ხო, გაზდა დაპატარავების თულს, ვაჭერ R-ს, ხო? და ავტომატურად ვიღებ ამ თულს, ასე რომ არ მოვდივარ და ამებს არ ვაჭერ აქ. შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, გავიართ W, E და R, ხო? W გადაადგილება, E არის როტაცია და R არის scale. აი. მახოთ და პრინციპში ნორმალურია. კაი, გავაგრძელოთ და შემდეგი ეტაპი არის ის, რომ და ერთ იმაში განზომილებაში აქ Z-ხედში კი დავამთხვიეთ, მაგრამ რეალურად აქ ნახეთ რა ხდება, ხო? ხდება ის, რომ ეს გოვზი ფირფი და მაღლა უბრალოდ უნდა ავიღოთ და ჩამოვწიოთ და დავამთხვიოთ ამას ესე პირზე. ორც ხედავთ ცოტა უსწორმასწორო პირია, მაგრამ ამასაც ცოტა ხანში ესე ვთქვათ გავასწორებთ, ხო? დავსვათ რაღაც საწყის პოზიციას, ხო? გადასარევია. კაი. შემდეგ რაც მინდა გავაკეთო არის ის, რომ დავყო ეს სექციებად, იმიტომ რომ ეს ფორმა რომ მივიღო, მჭირდება რაღაც სექციები, რომლებიც დამარეგულირებინებს ამის ფორმას, ხო? როგორ ვაკეთებ, ხო? ნიშნავთ ამ box, გავდივართ ატიროთ ედიტორში, გადავდივართ და გახსოვთ, ხო, აქ გვაქვს ნოდები, რომლებიც პასუხისმგებელია სხვადასხვა მოქმედებებზე, ხო? მაგალითად მახასიათებლებს ვუყურებთ. ამ box-ის პირველი ნოდი P, რომელსაც აწერია cube1 უკვე თვითონ ამ cube-ის სახელია, ეს არის პოზიციის, rotation-ის, scale-ის მაჩვენებლები, აი scale-ი რო შევცვალე, ხედავთ რომ შეიცვალა, ხო? ზომები. ეს არის ამის ფორმას განაგებს, ნუ ესე დაუძახოთ, ჯერ არაფერი არ ვიცი ამ ნოდზე, ხო არ გვისწავლია. და შემდეგი poly, რომელსაც აწერია, ხო, ეს გჭირდება ჩვენ რომ დავუმატოთ სექციები. ჩვენ ვიცით რა თქმა უნდა, რომ შეგვიძლია ასევე insert edge loop tool-ებით, ხო, ანუ თუ შევალ edit mesh-ში და ავიღებ insert edge loop tools, მე თვითონ დავყო ეს, ხო, ესე სექციებად, აი როგორც ხედავთ აქ, იყოფა სექციებად. მაგრამ რეალურად რაც მინდა, ხო, იმიტომ მინდა რომ აი ამ ნოდით დავყო ეს ყველაფერი, რომ სიმეტრიულად, ანუ ზუსტი იმით იქნება დაშორებული მანძილებით ეს სეგმენტები, ხო? როდესაც insert edge loop tool-ით შეიძლება ზუსტად ვერ დავყო ეს box-ი თანაბარი მანძილებით. ასე რომ მოდი გავიაზროთ ჯერ რამდენი ის გჭირდება, ხო? subdivision-ი. პირველ რიგში ნახოთ რომელი გჭირდება აქედან, ხო? ნუ გააჩნია box-ი როგორ შევქმნით. ასე რომ სავარაუდოდ გჭირდება ეს არა, ანუ depth-ი. აი ეს depth-ის სეგმენტაცია გჭირდება, ხო? შეგიძლიათ უბრალოდ ნახოთ ხოლმე, რომ აი გავწიე, არა ეს არ მჭირდება, ხო? თქვათ. ესეც არ არის და პირველ რიგში გჭირდება ეს. კაი. პირველ პრობლემას ახლა რასაც წავაწყდი, ნახეთ, როდესაც აი აქ სეგმენტებად ყოფ ამას. რეალურად ამ სეგმენტებს ვერ ვხედავ აქ, იმიტომ რომ ეს causes image plane-ი ეფარება ჩემს box-ს, ხო? ზემოდან. ანუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ხა ეს დავინახო აქ, ხო? ანუ მიშლის ეს. შემიძლია უბრალოდ ნახეთ მოვნიშნო ეს image plane-ი, ხო? ავიღო move tool-ი, აი. ეხლა უბრალოდ აქ არ ჩანს, ხო? ხო გახსოვთ ჩვენ გადავრთეთ ეს, აი. გადავრთეთ ამას. და აი გადმოვთავ ცოტა ხანი და ნახავთ, რომ ეს ეფარება, ანუ ეს box-ი რეალურად არის ამის დაბლა და იმიტომ ვერ ხედავთ. უბრალოდ ამიტომ უნდა ავიღო და ეს ჩავწიო ქვემოთ, ხო? ანუ ჩავწევ ამას ქვემოთ, ესე. ანუ ამითი გახსოვდეთ, რომ არაფერი არ დაშავდება აბსოლუტურად, ხო? თუ რადგან ეს კამერა არის ორთოგრაფიკ კამერა, არის ორგანზომილებიანი, ხა ამას მიახლოებით და დაშორებით ამის ზომა, აქედან გამომდინარე, ვერ იცვლება, ხო? ეს რომ უბრალოდ ჩავწევ ქვემოთ, რომ არ შემიშალოს ხელი, ხო? აი სადღაც აქ არ აქვს ამას მნიშვნელობა. კარგი, გავაკროთ ისევ და უკვე ხედავ ჩემს სეგმენტებს. კაი, ხა რამდენი სეგმენტი დავჭირდება? ნუ გააჩნია ფორმას, რა თქმა უნდა, ხო? არც ძალიან ბევრი არ უნდა იყოს და არც ძალიან ცოტა და რატო? თუ ძალიან ბევრი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით, რომ smooth-ს გამოვიყენებთ და რაც უფრო ბევრია edge-ები, გამოვა რომ უფრო ახლოს იქნება ერთმანეთთან დაშორებული და smooth-ის დროს ეცდება, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ის ფორმა, რა ფორმად ჩვენ გავაკეთეთ. ანუ ამ შემთხვევაში უფრო მეტი სიზუსტე გჭირდება მოდელინგის დროს.
როდესაც ბევრი ეჯი გვაქვს, ხო და მერე ვსმუთავთ. ასე რომ რაღაც საშუალო უნდა შევარჩიოთ, ხო? თქვათ გავაკეთოთ 6 პრინციპში ნორმალურია, ხო? 6 გვეყოფა აქ. კარგი. და ასევე გვჭირდება subdivision-ები ესეც, ხო? ანუ ეს ნორმალურია, ასევე გვჭირდება ესე. კაი, აქ შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე კოზი უნდა ჩავსნიქოთ, ხო, თქვათ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ გავაკეთოთ, თქვათ, 1 2 3 3 ცალი პრინციპში შეგვიძლია 3-აც გამოვწვით. აი ესე, ხო? ანუ დავასეივებ ამას, მაია მიცის ხოლმე წასვლები. კარგი, ანუ გვაქვს ჩვენი საბაზისო მეში და შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა და მორგება, ხო? ფორმის. აი, როგორ ვაკეთებთ ახლა? ვიწყებთ ესე. აქ ერთი შეცდომა დავუშვი, მე ვაპატიეთ. არის ის, რომ რეალურად ამ ფორმის დაყოფას რო დავიწყებ, ხო? ეს სეგმენტები, რომელიც ახლა დავსვი, მერე უნდა დავსვა. მაგრამ, ნუ მოდი გავაგრძელოთ ესე. არ არის პრობლემა, მოკლედ იყოს გავაგრძელოთ ესე. კაი, ანუ რას ვიწყებთ? ვიწყებთ მორგებას ამ მეშის, აი ამ კოვსზე, ხო? ანუ გადავდივარ ახლა ვერტექსებზე. ესე ვერტექსებზე, რატო ვერტექსებზე? იმიტომ რომ ვერტექსები უფრო ადვილია აქ, ხო? თქვათ, მინდა მთლიანად აი ამ ვერტექსების მონიშნა, ხო? ვიღებ აუცილებლად ლაზოთი და ვნიშნავ ესე. რატო ლაზოთი? იმიტომ რომ რეალურად ამ ვერტექსს ახლა ჩვენ ხედავთ ზედა ვერტექსების, ხო? აი ამ ფილის. მაგრამ ამის ქვემოთაც ხო არიან ვერტექსები, რომლებსაც ასევე თამაში უნდათ, ხო? თუ მე ესე დავაჭერ ამათ ესე ზემოდან, ხო? იონკ. ეს ნიშნავს, რომ ქვედა ვერტექსებს დავჩაგრავ. რაც არ მჭირდება, მე მინდა მთლიანად ეს შევავიწრო, თქვათ, რაღაც ადგილებში, ხო? ასე რომ ყოველთვის მოვნიშნეთ ლაზოთი. ანუ თუ გიჩნდება კითხვა, რომ მაინც და მაინც ვერტექსებზე რატო? იმიტომ უბრალოდ რომ უფრო მარტივია მონიშნა. ნახეთ, თუ გადავალ ეჯებზე, ხო? მაშინ ლაზოთი მიწევს აი ესე რომ მოვნიშნავ, ხო, აქ უნდა მოხსნა მაშინ ეს ზედა და ქვედა მონიშნა და მე უკვე შემიძლია ვიმოქმედო ამაზე, ხო? ისე აქ შეგვიძლია ესე ორჯერაც დავაჭიროთ და ისე მოვნიშნოთ, მაგრამ ნუ ვიმუშაოთ ვერტექსებზე. გადავდივარ. კაი, მოვნიშნავ ვერტექსებზე, გადავდივარ scale-ზე და ვიწყებ მორგებას, ხო, თქვათ. ესე არავითარ შემთხვევაში ცენტრიდან არ დაიწყოთ ამის მორგება, ხო? ანუ დაპატარავება, იმიტომ რომ შეხედეთ, ეხლა მჭირდება მხოლოდ აი აქედან დასკეილება, შეხედეთ, ხო? თუ ცენტრიდან დავასკეილებ, ნიშნავს, რომ ჩემი ფილის სისქეც დაპატარავდება, ასე რომ მხოლოდ აი ამ მხრიდან, ხო? ეხლა აი აქ რომ მოვიყვანებ, ხედავ, რომ არ არის ეს კარგ ადგილას დასმული, ხედავთ, აქ ფორმა იცვლება, აქ შეზნექილია და მე ისევ გამოდის. ასე რომ აი ეს სეგმენტი არ მომცემს იმის საშუალებას, რომ გადმოვცე ეს დეტალიზაცია, ასე რომ ავიღებ move tools და უბრალოდ ჩამოვწევ ამას აი აქ, ხო? მე ავიღებ ისევ scales, გავასწორებ. პრინციპში შეგვიძლია კიდევ ოდნავ ჩამოვწიოთ, თქვა ქვემოთ, კიდევ ოდნავ დავასკირო. ეს კაი. ვაგრძელებთ. ნუ თქვა ესე. ესე ადასარები. კაი, ანუ რადგან აქ უკვე რაღაცა დონეზე მივედით, ხო, ნუ ძალიან არ გადავყვებით, მიახლოებით მივედით ჯერ. ეხლა საჭიროა რა, რომ აი აქ ხედავთ, რომ გვაქვს ესეთი დეფორმაცია, ანუ არ არის ესეთი სუსტი, ხო, აქ ამის მერე მოდის და ადის ზემოთ. აქედან გამომდინარე, ესეც უნდა გავასწოროთ, ხო? მოვდივართ, ნიშნავთ და რას ვაკეთებთ? Scale-ი? რა თქმა უნდა, არა, ხო? უნდა ავიღო move tool-ი, უნდა გადავაადგილო ეს და ავწიოს ზემოთ, ხო? Scale-ი აქ რას იზავს? გაადიდებს ან დააპატარავებს. მე გადაწევა მინდა ვიღებ move tools. დავწევ თქვა ამას აქ. ამას ავწევ აი აქ. ამას ავწევ თქვა ესე. ამას ავწევ ესე ავწევ. ან ბოლოს პირი ოდნავ ჩამოვწევ ესე, ხო? კარგი, გადასარევი.
მოკლედ, გვაქვს აი ეს საბაზისო რაღაც ფირფიტა, object mode-ზე გადავალ, ხო? ეხლა ნახავთ თუ მოვნიშნავ ამას, მოდი ეს grid-ი გავაქროთ, ნერვები რო მოგუშალოს და გავაკეთოთ ესე, უბრალოდ ვაჭერთ აი ამ ღილაკს viewport-ში, ხო? და ეს grid-ი გაქრება. ხო? თუ აქ გინდათ ეს grid-ი გააქროთ, მაშინ ამ viewport-ში უნდა დააჭიროთ ამას, ხო? იმიტომ რომ ეს ღილაკები ეხება აი აქ viewport-ს, ხო? პრინციპში შეგვიძლია გავდიშოთ ეს grid-ი ცოტა ნერვებს მიშლის, კაი. ანუ როდესაც მაგ უკვე ეს რაღაცა საწყისი ფორმა, ეხლა სამი ანს რო დავაჭერ, ხო? ანუ smooth. უკვე ხედავ რომ მაქვს რაღაცა ფორმა, რომელიც ნუ დასამუშავებელია კიდე რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ დასაწყისისთვის კარგია. ერთი რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება არის ის, რომ აი აქ ხედავთ smooth-ის დროს კოს იდეაში არ აქვს ესეთი დაბრტყელებული წვირი, ხო? ანუ უფრო მომრგვალებული კურნოსა ტიპია, ხო? ანუ ეს რო გამოვასწოროთ, ამიტომ ეს სწორი ხაზი უნდა დავარგვიოთ და უნდა მოვამრგვალოთ ეს, ხო? ანუ როგორ გავაკეთებთ ამას? გადავალ ესე vertex-ებზე მოვნიშნავ და move tools ავიღებ, იმიტომ რომ გადაადგილება მინდა, ხო? ისევ ლაზოთი ვნიშნავ, იმიტომ რომ ამის ქვემოთ არის vertex-ი. წამოვიღებ ამას თქვა აქ დავსვავ. ამ ორივეს მოვნიშნავ, რატომ? იმიტომ რომ ორივე თანაბარი მანძილით წამოვიდეს, ხო? ანუ shift-ით კიდე ერთხელ ვიმეორებ. მოვნიშნე ესე, shift-ს დავაჭირე, მოვნიშნე. განვუწიე ესე, ხო? თქვათ SN-ით ესე გავწიოთ ცოტა უკან, ხო? ხლა ცოტა მინდა რომ დავაშორო ერთმანეთს, ხო? ეს მონიშნული. რას ვიზავ? ავიღებ scales. გავწევ ამას ესე, ხო? თქვათ SN-ით ოდნავ დავაშოროთ, ოდნავ. ანუ ხო ხდებით, უნდა მოვამრგვალოთ, რომ smooth-ის დროს უკვე მომრგვალებული წვირი მივიღოთ და არა ისეთი დაბრტყელებული, ხო? ну კაი დავტოვოთ ამას მე თქვენ თვითონ შეგიძლიათ ესე დეტალებში დაამუშავოთ უბრალოდ დროს არ დავკარგავ ხა ამაზე კარგი ანუ გადასარევია პირველი ეტაპი დამთავრებული გვაქვს შეიძლება ითქვას ხო კარგი რეალურად ჩვენ ასევე უნდა გავასწოროთ მაგრამ პრინციპში რადგან აქედან გავასწორეთ ნახეთ ეს 10-ის ზემოთ ხო ეს აქაც ხედავთ რომ ეს კარვი ნელა 10-ის ზემოთ ასე რომ შეგვიძლია ამას იგნორი გავუკეთოთ. ეხლა რაც გვჭირდება არის ის რომ უნდა ჩამოვწიოთ ეს კოვზი ქვემოთ ხო ანუ ეს მუცელი უნდა გავუკეთოთ ხო? ამ კოვს. ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ? ჩვეულებრივად არაფერი განსაკუთრებული არა, უნდა მოვნიშნოთ რაღაცა კომპონენტები აქ და ჩავწიოთ უბრალოდ ქვემოთ და მე ასევე ფორმას მოვარგოთ ხო? დავსეივდები და ცოტა ხანში დავბრუნდები. ვაგრძელებთ და ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ არის ის რომ ეს კოვზის რაღაცა ფილა თუ რაც გვაქვს ეს რკინის ფილა უნდა ჩავზნიქოთ ქვემოთ ხო? რომ მივიღოთ ესეთი ყბა გავუკეთოთ ჩვენს კოვს. ეხლა როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? უნდა მოვნიშნოთ რაღაც კომპონენტები და უბრალოდ ჩავწიოთ ქვემოთ და მე გავასწოროთ ფორმას. ანუ ეხლა რა უნდა მოვნიშნოთ? იდეაში უნდა მოვნიშნოთ vertex-ები, ხო, აი ამ შუა ნაწილის და ჩავწიოთ. გადავდივარ vertex-ებზე და ვნიშნავ ამ სამელს, ხო? ამას პრინციპში აი ესეთ ხედში უფრო მარტივად მოვნიშნავ, ხო? მოვნიშნე ეს shift-ს ვაჭერ. ამას alt-ით ჩავწივარ ქვემოთ, ისევ shift-ს ვაჭერ. ამას მოვნიშნავ alt-ით ქვემოთ და მოვნიშნავ ამას და ამას, ხო? ნუ ამას და ამ ბოლოს რა თქმა უნდა არ ვნიშნავ. ხო, იმიტომ რომ ამათმა უნდა დაიჭირონ ეს edge ზემოთ, რომ ვიღო ესეთი ჩაღრმავი. პირველ რიგში ვიღებ move tools და ძალიან უხეშად უბრალოდ აი ესე ჩამოვწევ ამას და თქვა დავაყენებ აი ეს რაღაცა აქ, ხო? ანუ ეს პირველი ესე ვთქვათ ეტაპი გავაკეთეთ ეს ყველაფერი ჩამოვწიეთ, მაგრამ ეხლა უფრო ნავს გავს ვიდრე კოვს. რატო? იმიტომ რომ ფორმა უნდა მივცეთ ესეთი რუდი, ხო? კარგი. სანამ ეხლა მონიშნავს მოხსნი, მიაქციეთ ყურადღება, რომ მე აქ გავასწორებ ვთქვათ აი ამ ფორმებს, ხო? რომ მივიღო ესეთი ზედაპირი, მაგრამ ასევე წინ ხედში ვხედავთ, რომ წინ ხედშიც საჭიროა ამის მომრგვალება, ანუ საჭიროა როგორც ესე მომრგვალება ამისი, ასევე ესე, ხო? ასე რომ გამოდის რომ პრინციპში აი ეს ორი წკრივი vertex-ების ზემოთ რო ავწიო,
უკვე მივიღებ რაღაცა ესეთ ფორმას, ხო? ასე რომ მოვალ აი აქ და კონტროლს დავაჭერ, მიჭირავს კონტროლზე და კონტროლით მოხსნის შუა მონიშნებს, ხო? ესე რომ დამჭეს მხოლოდ აქეთა მარჯვენა და მარცხენა მხარე. და ეხლა მოვალ აქ და მოვთვლით უბრალოდ ამას ავწევ ესე, ხო? არც რაღაც ესე მე თუ საჭიროა კიდე უფრო გავაკორექტირებთ. კარგი, გადასარევი. ამის შემდეგ რასაც ვაკეთებთ არის ის რომ აი დაგვჭა ქვემოთ აი ეს ხაზი, რასაც ხედავთ, ეს არის, ხო, აი ჩვენი ეს ვერტექსების მწკრივი, ხო? ორი ცალი რატოა, იმიტომ რომ გვაქვს სისქე, ხო, ზედა და ქვედა. დავიწყოთ ახლა გაბის გაკორექტირება გვერდხედიდან. მოვნიშნოთ ეს ვერტექსები და ავწიოთ და დავშვათ აქ, ხო? ანუ ვსწორდები აი ქვემოთა ხაზზე, იმიტომ რომ ეს ზემოთა ხაზი, ვდებით ალბათ რომელია, ხო? ანუ ლაპარაკია აი ამ ხაზზე, ხო? ისე რომ ვასწორებ მხოლოდ აი ამ ხაზის მიხედვით. მონიშნავ ამას, ავწევ. შეიძლება ეს ცოტა ჩამოსაწევია, აი ესე. ამასაც ოდნავ ავწევ. კარგია. ანუ პრინციპში თქვენ შეგეძლოთ ისეც გააკეთებინოთ, თქვა, ჯერ ეს გაგვესწორებინა, თუ ეს თქვა ძალიან დაიბენით ამაზე, ხო? აი ორი ხაზის დანახვით ამ წკრივების. შეგვეძლოთ ჯერ თქვა აქ გაგვესწორებინა და მე შემდეგში ესენი აგვეწია ზემოთ, ხო? და თუ ძალიან დაუბრუნებელია მესმის თუ კიდე ეგრე გავაკეთოთ ჯერ კონტროლ-ზ-დებით დავუბრუნდები უკან, აი როცა ყველაფერი მონიშნული მაქვს, ხო? ანუ პირველ ჩამოწევაზე დავუბრუნდი. ხლა ნახეთ. ავიღებ ამას ესე გავასწორებ, ხო? ანუ ხედავთ ეს ჯერ ბრტყელი გვაქვს. უბრალოდ მაშინ რადგან ყველაფერი მონიშნული იყო, დავაუზდეთ. ვაგრძელებთ. ანუ ვასწორებთ ამეთს აქ. ესე ხო? ხო, ანუ მაშინ იმიტომ გავაკეთე პირველი ეს მრუდი, იმიტომ გავასწორო, რომ ბარემ ყველაფერი მონიშნული გქონდა და უბრალოდ დრო ვიხელთე, ხო? კაი. და მოდი ახლა გავასწოროთ მაშინ ახლა უკვე ეს მხარე, ხო? ანუ ამისთვის გასაგებია რომ და მოვნიშნოთ აი ეს მწკრივები, ხო? მხოლოდ. ნუ ისევ ესე shift-ით მოვნიშნავ ამებს, ხო? ლაზოთი აუცილებლად ქვემოთა ვერტექსებმაც რომ ითამაშო. ესე. და ამას ხო გავაღიმებ, ხო, ნახე. მოწყენილი კოვზი, ბედნიერი კოვზი. მოწყენილი კოვზი, ბედნიერი კოვზი, ხო? კარგი. ანუ სიღრმე შეიძლება კიდე ცოტა მერე დავარეგულიროთ, ჩავწიოთ, რომ მგონი ხა ძალიან ბრტყელია, ხო? მოდი დავამატებ shift-ით აი ამ შუას იმასაც და თავარია ფორმა გვაქვს, უბრალოდ ოდნავ კიდე ჩავაღრმავებ ამას, ხო? რაღაც ეს. ხო ძალიან low poly კიდეაში კიდე გვინდა რაღაც სექციები, მაგრამ ნუ ჯერ ვისწავლოთ ძალიან ესეთი მარტივი ფორმებით მოდელირება. კარგი, მოვნიშნე დავაჭირე სამიანს და უკვე მაქვს ყბიანი კოვზი, ხო, რაღაც დონეზე არის, ხო, ანუ შეგვიძლია კიდე უფრო ჩავზნიქოთ, იმიტომ რომ smooth-ის მერე ხედავთ, რომ რადგან smooth-ის დროს ხო ვიცით, ანუ ემატება დამატებითი face-ები და ასევე იკუმშება, ხო, ამ შეკუმშვის ხარჯზე ცოტა პატარავდება ჩვენი ჩაზნექვა, ხო? დავწიოთ კიდე ქვემოთ დავსმუთავ პრინციპში და ისევ ნახავ, ხო, სადღაც აი ესე და ნორმალურად. კარგი. შეიძლება ცოტა ამის კორექციაც მოგვიწიოს, ხო? აი ამ ხიმილის, ხო? ოდნავ. კარგი. ამის შემდეგ ხო, როდესაც ეს გავაკეთეთ უკვე, ანუ რაღაცა ფორმა გვაქვს, გადავამოწმოთ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე არის, ხო? დასმუთულზე რა თქმა უნდა. კარგი. მოდი გავაგრძელოთ ახლა და გავაკეთოთ ტარი, ხო? ტარს რაც შეეხება, ხედავთ, რომ გვაქვს ესეთი face-ი, საიდანაც უნდა დავაექსტრუდოთ ტარი, მაგრამ ნუ ძალიან ბრტყელია, ხო? ბრტყელის გარდა ასევე მიაქციეთ ყურადღება, ჩვენ გვაქვს ესეთი მომრგვალებული რაღაც ცილინდრისავით არის, ხო?
ასე ვთქვათ და აქედან მოდის მერე ექსტრუდი, ხო? და ჩვენ გვაქვს აქ ესეთი სიფრთხე. იდეაში ჩვენ ამას უნდა მივცეთ რაღაცა ესეთივე ფორმა, ხო? ნუ სადაგზა, იმიტომ რომ ხედავთ ნელ-ნელა სიფრთხიდან გადადის რაღაც ცილინდრულ ფორმაზე, ხო? ნუ თლა ცილინდრი არ არის, მაგრამ ნუ რაღაც სიმრგვალეა. დავიწყოთ იქიდან, რომ გადავედით აქ ვერტექსებზე, ხო? მოვნიშნოთ ეს ტიპი და რა ის უბრალოდ გავადიდოთ ეს ფეისები, ხო? საიდანაც ექსტრუდი წავა. ხო? ნუ თქვათ სადღაც ოდნავ პატარა სიმრგვალეები მოვცეთ. პრინციპში ეს უკვე ცოტა ვართულებთ ამით, მოდი უბრალოდ გავყვეთ ახლა ექსტრუდს ესე და ნუ ცოტა ბრტყელ ტარს მივიღებთ, მაგრამ ნუ იყოს, ხო? აი როგორც ხედავთ აქ ზემოთ როგორი სიმრგვალეა, ხო, აქედან და შემდეგ როდესაც აი ამ ბრტყელ ადგილამდე მივალთ, სადაც უკვე განიერდება ტარი, იქაც ესეთი გააღუნული ფეისი გვაქვს. ეხლა სწორხაზოვნად ჩვენ რო გავყვეთ ესე ექსტრუდებით, ხო, წკაპ, მივიღებთ ესეთ ფორმებს ვერ მივიღებთ ესეთ გაშტიკინებულ, გაბრტყელებულ ტარს, ხო? კარგი. დავიწყოთ იმითი, რომ ოდნავ თქვათ გავზარდოთ, მივცეთ რაღაც სიგლუვე ამას, ხო? მოვნიშნეს ვერტექსები და scale-ზე გადავდივარ. აქ ერთი რაღაცა უნდა გავითვალისწინოთ მართლა. რომ აუცილებლად გახსოვთ tool setting-ში, ანუ რაც არ უნდა ავიღო აქ გვაქვს setting-ები და გვაქვს ჯერჯერობით ვიცით world-ი და object axis mode-ი, ხო? ანუ თუ რა axis-ის მიხედვით, რა ღერძის მიხედვით ვაკეთებ აქ scales. ეხლა აქ აყენია ნუ რაღაცა რომელსაც ვისწავლით ცოტა მერე, მაგრამ უნდა გადავიდეთ აქ object-ზე, ხო? ანუ move tool-ზეც object-ზე და scale-ზეც object-ზე უნდა იყოს. იმიტომ რომ world-ი არის ჩვენი world-ის მიხედვით, ხო? ანუ ჩვენ world-საც ყვა კოორდინატა სისტემა. იმის მიხედვით სწორდება ჩვენი манипуляტორი, მაგრამ ჩვენ გვინდა object-ის მიხედვით, ანუ თვითონ თავისი გაგება ხო აქვს, ამას თავისი axis-ი, ხო? კომპონენტებს, face-ებს, ობიექტებს და მაგის მიხედვით. ანუ გადავდივართ tool setting-ზე, მარტივად რო ვთქვათ, გადავრთავთ object-ზე. კაი, ამის შემდეგ ოდნავ გავსდი ამას ესე. და შემდეგ ავიღებ აი ამ vertex-ებს და ამასაც ოდნავ აი ესე, ხო? ანუ რაღაცა ესეთი ფორმა რომ მივიღო, ხო? საიდანაც დავიწყებ აქ ექსტრუდს, რომ ძალიან ბრტყელი ტარიც არ მივიღო. კაი, ძალიან ამას არ გადავყვები, დრო არ დავკარგო, ძალიან ტვინიც არ გავურღო. თუ თქვენ ესე ვთქვათ, გააქვთ მუღამი, ეცადეთ თქვენ თვითონ უფრო დახვეწოთ ეს ფორმა, ხო? სადღაც აქედან დავიწყოთ. კაი. გავაგრძელოთ, მოვნიშნოთ face-ები, ხო? და დავიწყოთ ექსტრუდები. ახლა რაც მნიშვნელოვანია ექსტრუდებზე. პირველ ექსტრუდს რო გავაკეთებთ, აი აქ დავაჭერთ, ხო, მოვნიშნე face-ები, დავაჭერე ექსტრუდს. ჩვენ ვიცით, რომ აი ეს ტიპი, ხო, ეს gizmo манипуляტორი, ხო, ექსტრუდის манипуляტორი. აკეთებს ექსტრუდს, ანუ ამ face-ებს წევს თავისი local axis-ის მიხედვით. ანუ ვიცით, რომ face-ები საითაც იყურებიან, იქითკენ მიყავს ამას ექსტრუდი, ხო? რეალურად აქ ჯობია, როდესაც რამოდენიმე face-ია, ესე მონიშნული, ხო? საერთოდ ჯობია ხოლმე, რომ გადავრთოთ world-ზე, აი ესე world-ზე გადავრთოთ და world-ის მიხედვით გავაკეთოთ ექსტრუდი, იმიტომ რომ ზუსტად იქით წავა, საითაც ჩვენ გვინდა. დრო არის ხოლმე შემთხვევა, ნუ თქვენ დროს შეიძლება იყოს, ნუ მოგიხვდათ vertex-ი ცოტა გადაიწია, გადმოიწია ეს face-ები და ეს face-ები არ იყურებიან ყველანი ერთი მიმართულებით და შეიძლება აცაბაცა წავიდეს ეს face-ები, ხო? როდესაც აი ესეთ ექსტრუდს გააკეთებთ, ხო? ნორმალის მიხედვით, ანუ იმის მიხედვით თუ საით იხედება face-ი, ასე რომ world-ზე თუ გადავრთავ, ეს ნიშნავს, რომ ყველანი გასწორდებიან აი ამ ჩემ world axis-ის მიხედვით და უეჭველი ვიცი რომ ამას რო გავწევ აქ, ისინი წავლენ აი ამ მიმართულებით, ხო? ესე. კარგი. გავგზავნოთ, ანუ გავწიოთ რაღაც დონეზე აქ, ვთქვათ აი აქ მოვედით, ხო? და კიდევ აქ ოთხკუთხედში ესე და ვასკეილებ. ეხლა როგორც ხედავთ, ჩემი სურათი აცდა, ხო? ანუ
აი აქ ვიცი რომ ყველაფერი სიმეტრია დაცული მაქვს, უბრალოდ თქვა დასაწყისში პოზიცია ცოტა ვერ დავამთხვიე. ნუ ამას ცოტა ხანში გავასწორებთ. მაგრამ ნუ ვიცით რომ ეს სიმეტრია დაცული უნდა იყოს ხო სადღაც ესე. აი ანუ ამ ადგილას ეს გავასწორეთ ესე ვთქვათ, ხო, ანუ სწორი გვაქვს. ახლა Z-ხედში თუ გადავალთ გვერდხედზე, ვხედავთ რომ ეს ჩემი ექსტრუდები რეალურად არ არის ზემოთ, ანუ მიდის ესე ძალიან მტყლად წინ. რომ მოვდივარ აი აქ, კიდევ და ვასწორებ ამას ესე, ხო? აი სადღაც ესე. და ოდნავ მე მგონი scale-ით გჭირდება აქ. აი ესე, ხო? ოკეი. კარგი, გავაგრძელოთ კიდევ ერთი ექსტრუდი. გადავრთავ world-ზე. გავწიე, ხო, სადღაც თქვათ აი აქ. ოდნავ უნდა შევამცირო. მე ხა ეს აწინა უკვე ძალიან ეროებს მიშლის გავასწოროთ. აი ეს ავწიოთ აქ, ხე გავასწოროთ ესე. აი, როგორ უნდა გავასწორო? იდეაში გადავალ object mode-ზე, ისევ, აქ ხო? და ავიღებ აი ამ კოვს, დავაჭერ ესე კოვს. და გავწევ ამ კოვს ცოტა ავიღებ move tools, ხო? და გავწევ ამ კოვს ცოტა მარცხნივ თუ მარჯვნივ, საით უნდა. და დავამთხვიო ჩემს ობიექტს, ხო? ესე. პრინციპში მოდი კოვზე კი არ გავწიოთ, ობიექტი გავწიოთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი რომ ეს image plane-ები ერთმანეთის თავზე ზის და ზუსტად არის დამთხეული, ხო? და მეორეც ის რომ თქვენ ზოგს გაქვთ სხვადასხვა Maya-s ვერსიები და ყველა Maya-ში აი ეს image plane-ი აი ამითი არ შეგიძლია გაწიო გამოწიო. ისე რომ მოვნიშნოთ აქ ეს ობიექტი და ობიექტი გავასწოროთ, ხო? აი სადღაც ეს. კეთესი. აი, გავაგრძელოთ, მოვნიშნეთ face-ები, 1 2 3 4. ისევ extrude. ისევ გავწიეს, სადღაც აი აქ, ხო, ანუ წევი ხამდე სადამდეც, ნუ ვატყობ რომ მე ფორმა იცვლება, ხო, რომ დავაფიქსირო აქ ეს პოზიცია. მაგრამ ასევე უნდა მივაქციო ყურადღებას, აი აქაც ხო ხედავთ, ანუ აქ ესეთი მომგვალება მაქვს, ანუ იდეაში ოდნავ უკან უნდა დავიხიო და აი აქ უნდა დავსვო, ხო? ესე. შეგიძლიათ ზუსტად არ გადააკვდეთ ამას და მერე გავასწოროთ ეს, ხო? იდეაში. კარგი. როგორც გითხარით, ანუ ნელ-ნელ რაც ექსტრუდები მიდის, ეს სიმრგვალე უფრო გამოკვეთილი უნდა იყოს, ანუ ეს ვერტექსებიც უნდა მიუახლოვოთ ერთმანეთს, რომ ეს მომგვალება უფრო კაფიო იყოს, მაგრამ როგორც თქვით, ჯერ თავს მაგაზე არ ვიტკივებთ, ჯერ ვსწავლობთ და ნუ ფოკუსირებას ვაკეთებთ ძირითადზე და ესეთ რთულ და ზუსტად დეტალურ მოდელინგს შევეხებით უკვე გამოცდის მერე. კარგი, ანუ მოვედით აქ, გავასწორეთ, დავაექსტრუდეთ ისევ, გავწიეთ ცოტა ესე, გავაფართოვეთ ოდნავ, ეს ავწიეთ, როგორია, არა, ცოტა უკან და დავიხიო, ხო? დრო აი ამ მომგვალებაზე ძალიან დიდი სეგმენტი გამოდის, ისე რომ smooth-ის მერე ვერ იქნება კარგი შედეგი. ერთი ექსტრუდი გადავთვალე, გავწიე, დავასკეილე. აქ უკვე ნორმაშია, ნორმაში გავწიე. და ნუ ვაგრძელებ. აი აქაც მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს ტიპი იდეაში ხა აი აქ ისე რომ დავასკეილე, მოდი ნუ აქ გავაკეთოთ. ეხლა მე რო დავასკეილე ესე, ანუ არასწორია, იმიტომ რომ ამის შემდეგ ხედავთ, რომ სიმაღლეც ემატება ამას, ხო? ანუ აი ეს რაღაცა ობიექტია თუ რაც ქვია, ხო? მაგრამ როგორც თქვით, ჯერ თავი დავანდებოთ ამას. ისევ ექსტრუდე გადავთვალე ისევ ექსტრუდე გადავთვალე
აქ აღარ უყურებ, იმიტომ რომ ვიცი რომ მე ძალიან სწორედ მიდის ეს ხო, ანუ სანამ აი ამ მომყვალებაში ვიჯექით, მაგ დროს ვაკონტროლებდი, მაგრამ მე ჩავთვალე რომ აღარ არის საჭირო. და აქ რომ მოვედით, აქაც იგივეს ვაკეთებთ, რაც კოზის პირზე გავაკეთეთ, ხო? გადავდივარ ახლა ვერტექსებზე. მოვნიშნავ ამ ვერტექსებს. ავიღებ move tools, ჩამოვწევ ესე ქვემოთ, ხო? ამებსაც ესე ჩამოვწევ ქვემოთ. ესე დავწევ. ეს ვერტექსები შემიძლია ოდნავ ძალიან ესე დავწევ. სადაც ეს smooth-ის დროს მოგწეს ესეთი curve აქ, ხო? ესეთი. კარგი. ანუ ძირითადით ეს რაღაცა ტარი გავაკეთეთ, ხო? ვუწედავთ. ნორმალურია. ერთადერთი რაც არის აქ კიდე ის რომ შეგვიძლია ну кай მოდი დავამატოთ ეს დეტალები ეს რაღაც ამოსნექილი დეტალები ხო ისე ვიმეორებ რომ იდეაში ჩვენ ძალიან ზუსტად არ გავყვევით ამის ტოპოლოგიას იმიტომ რომ ცოტა მეტი წვალება არის ამისთვის საჭირო და რადგან ვიცი რომ ძალიან ბევრ სტუდენტს ნუ ჯერ კიდე კარგად ვერ გაიგო ეს pipeline-ი როგორ ხდება მოდელინგი ამიტომ ვაკეთებ ძალიან ისეთ ფოკუსირებას კონკრეტულ ამოცანაზე ხო თქო ექსტრუდის სკეილი ასე შემდეგ და ნუ ჯერ თავს ვანებებთ რაღაცა მომგვალებებს და რაღაც ექსტრა დეტალიზაციებს. კაი. ვაკეთებთ, გავაკეთოთ ეს რაღაცა დეტალები დავამატოთ აქ, ხო? და როგორ უნდა გავაკეთო ეს? მოდი, გადავალ low poly-ზე, ისევ ერთიანს დავაჭერ. მოვიდეთ აქ და ვნახოთ, ანუ იდეაში ეს რა არის? ეს არის რაღაცა ტიპი, რომელიც არის ამოექსტრუდებული ესე, ხო? და როგორც ხედავთ, აი ეს ექსტრუდია ის ზემო გადადის ამ სიმრგვალეზე. ჩვენ ეს არ გამოგვივა, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად smooth-ის დროს ანუ ოდნავ გადაგვივა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ცილინდრული ფორმა თავიდანვე ისეთი მიცემული, ხო? ანუ მაინც ბრტყელია, ჩვენ ცოტა უფრო მომგვალებული უნდა ყოფილიყო. ასე რომ მოვიდეთ ამ ადგილას, ხო? და პირველ რიგში გვჭირდება ეს ფორმა გავიმეოროთ აქ, ხო, რაც გვაქვს. გადავალ ვერტექსებზე და აი ამ ვერტექსებით, ხო, თქვა დავსვავ აი ესეთ მიახლოებულ ფორმას, რაც მაქვს. აქ, ხო? ასევე აი აქ როგორც ხედავთ, აქაც გვაქვს ესეთი მომგვალება და აქაც დავსვავ ამას ესე. კაი, და ეხლა რას ვაკეთებ? უბრალოდ მოვნიშნავ ამ ტიპებს, ხო? დავაექსტრუდებ. ერთხელ დავაჭერ. შემდეგ დავაჭერ აი ამ ოთხკუთხედს რომელიმეს, იმიტომ რომ მინდა რომ ოდნავ შევამცირო ეს. ან გავაკეთებ აი აქ offset-ს ვაჭერ და ძალიან ცნობი არის ეს offset-ი და შეგიძლია თქვა ჩაწეროთ 0.0 რაღაცა 0.2. ანუ ოდნავ რომ შევიდეს ეს შიგნით, ხო? ან ისევ და ისევ ვიმეორებ დააჭირეთ scale-ს ერთხელ, გაჩნდება შუაში ეს კუბიკი და ის ესე დაგვეხმარება ამაში, ხო? ანუ ეს არის ერთი ექსტრუდი, ხო, რომელიც გამოვიყენეთ აი ამ offset-ის შესაქმნელად. ეხლა ვაჭერ მეორე ექსტრუდს და მეორე ექსტრუდით უკვე ამას ამოვწევ ზემოთ, ხო? ნუ ოდნავ ესე. დავაჭერ სამიანს და ნუ ეს დეტალი, როგორც თქვი, ანუ edge-ზე ვერ განმოგვივა, იმიტომ რომ არ გვაქვს ბრტყელი ფორმა გვაქვს და ეს edge-ი არ მოხდის ესე, ხო? მაგრამ ერთი ის გავაკეთოთ, რომ ეხლა გადასვლა აი ეს ძალიან შპილია მე მგონი, ხო? ძალიან დასმუთულია ესე ვთქვათ და ერთი edge loop-ი ჩავამატოთ აი აქ შუაში, ხო? შევდივარ edit გადავდივარ პოლიგონებზე, edit mesh, insert edge loop tool. დავასვათ ერთი ცალი, შევხედოთ. ისე object mode-ზე გადავდივარ, ვაჭერ სამიანს. ანუ ამ შემთხვევაში წავა, ხო? კარგი, და გავაკეთოთ იგივე, მოდი აქ. ისე low poly-ზე გადავდივარ, ხო? და აქაც ვაკეთებ რას? ვიღებ ამ ვერტექსებს. და
ამ ვერტექსებითაც ვაკეთებ ამ სიმრგვალეს და ვაკეთებ ზუსტად იგივეს. ერთი ექსტრუდი დავაჭირებ ოდნავ, და მეორე ექსტრუდი ავწიეთ ზემოთ. ოდნავ ესეც. სადღაც დავსმუთოთ ეს რაღაცა დეტალიც გვაქვს, ხო? კაი, ნუ ნორმალურია, ერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ კიდე არის ის, რომ პრინციპში აი თუ დავაკვირდებით ეს კოზის პირი არის ძალიან ფასრი. ხო? ოდნავ სისქე თუ გვინდა მივცეთ, ნახეთ სმუთის მერე, რადგან აქ მხოლოდ ორი ეჯი გვაქვს, ხო? სმუთის მერე ის ძალიან კომპრესდება, ხო? ანუ იკუმშება და არ არის აქ ეჯი, რომელიც შეაკავებს ამ და შეკუმშვას. ამიტომ ისევ თუ შევალთ edit mesh-ში დავიღებთ insert edge tools, მოვალთ და აქ დავაჭერთ, ხო? ანუ თელს გაყოლებაზე, რომელსაც იცოდეთ რომ თელ გაყოლებაზე ჩასვავს ეს. ანუ აქედან გამომდინარე სმუთის მერე აი ეს მომგვალებაც ცოტა უხეში გახდება, რაც აი აქ გვაქვს, ხო? და დავსვათ აი აქ გადავალ object mode-ზე. დავაჭერ სამიანს და ხედავთ რომ უკვე სისქე აქვს ჩემ პირს, ხო? მაგრამ როგორც თქვი, ეს მომგვალება ოდნავ უხეში გახდა, ხო? კარგი. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ასევე დავბრუნდეთ აი ამ ხედებზე, ხო? და შევასწოროთ ესენი, ვთქვათ, ხელით გადავევალ, ვთქვათ, ვერტექსებზე და მოვნიშნავ ამ ადგილს, ვთქვათ, ცოტას გავწევ, ვთქვათ, ოდნავ ავწევ, ხო, თუ საჭიროა, რა თქმა უნდა, ну, ძალიან ზუსტად დასმა შეგვიძლია არ ვიწვალოთ, ხო? აი მაგალითად, როგორც ხედავთ, არის გასასწორებელი ეს პირის რაღაც ადგილები, ხო, სადაც ზუსტად არ ზის, თქვათ, ამ კოზის ფორმაზე, ხო, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე შეგვიძლია აქ გავჩერდეთ. მოგილოცოთ კოზის წარმატებით დამოდელინგება. და პრინციპში სულ ეს იყო, ხო? დიაში ეს იყო. კარგი. ეს არის ჩვენი კოზი. კი, რაღაც დეტალებზე უარი ვთქვით, ხო, მომგვალებებზე, რაღაცებზე, რაზეც ვთვლი რომ ჯერ შეგიძლიათ არ მიაღწიოთ ყურადღება, იმიტომ რომ ჯერ მთავარი გავაკეთოთ ექსტრუდები, ვისწავლოთ, ხო, ექსტრუდთან მუშაობა, რაღაც ძალიან მარტივი პრინციპები და შემდეგ უკვე ვივაქციოთ ამ დეტალებს ყურადღება. კარგი, ნახვამდის.